ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კორუფციული გარიგება, რადგან რიყის დოქების მფლობელ კომპანიას წარმოადგენს ქართული ოცნების დეპუტატთან დაახლოებული ბიზნესმენი, სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ეს გარიგებაც კორუფციული მიზნებით შედგა. კორუფციის მკვლევარები ამბობენ ასევე იმასაც, რომ სავარაუდოდ ეს ტერიტორია მფლობელს ამ შემთხვევაში შეპესე რიყე დომს გადასცეს ფაქტობრივად უსასყიდლოდ და ამ ტერიტორიაზე 14,000 კვადრატულ მეტრზე ძალიან მალე სასტუმრო აშენდება. მაღალი ალბათობით ახალმა შემძენმა რიყე დომმა ასევე 10 მილიონ ლარად შეიძინა ეს შენობა ნაგებობა, ხოლო მისი დაშლის და მასალებად გაყიდვის შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ინვესტორი გაცილებით დიდი რაოდენობის თანხას მიიღებს ვიდრე 10 მილიონი ლარი. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ქალაქის ცენტრში თითქმის 15,000 კვადრატული მეტრი მიწისნაკვეთი უფასოდ გადაეცა ვიღაც ჭყალებში ინვესტორს. ეს ტერიტორია არის ქალაქის ისტორიული ნაწილი. ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა დაკავშირებული არის ძალიან ბევრ საკითხთან და ბევრი რისკის შეფასებასთან. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რას უშვება ივანიშვილი და კახაკალაძე ქალაქის ისტორიულ ნაწილს, როგორ ამახინჯებდნენ წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქის ყველაზე ძველ და ძვირფას ნაწილს და სავარაუდოდ აქაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მორიგი ქალაქისთვის არასაჭირო და შეუსაბამო მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს. მერი იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც უბრალოდ გზის საფარი და ასფალტი ვერ მოაწესრიხა და ტროტუარები ვერ მოაწესრიგა დედაქალაქში და ამ გადაწყვეტილებას იღებს მერი, რომლის მერობის პირობებშიც უბრალოდ თბილისის ავთენტურობა და იერსახე თავზე გვეფშხნება პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ავარიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წლიდან წლამდე ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს, მაგრამ სამაგიეროდ მისი მერობის პირობებში ვიღებთ დემონტაჟირებულ ქალაქის იერსახის ნაწილებს. აქ თუ მართლაც მათ სურთ, რომ ქალაქს შეუნარჩუნონ იერსახე, აქ უნდა მოხდეს ამ დოქების დემონტაჟი და არანაირ ახალ მშენებლობაზე საუბარი არ უნდა იყოს და თუ მაინდა-მაინც ისინი აპირებენ იქ რაღაცა ტიპის მშენებლობას და გასაგები აქ მეორე კომპონენტი შემოდის, რომ რა თქმა უნდა იქნება კორუფციული გარიგება, იმიტომ რომ ის თანხა რა თანხაც გაჟღერ და იხდის ეს პოტენციური ინვესტორი ბუნებრივია არ შეესაბამება ამ ადგილზე ამ მიწის, ასე ვთქვათ, რეალურ ღირებულებას. მაშინ უნდა მოხდეს თბილისის საჯაროდ განხილვა, აქ უნდა მოხდეს ჩართვა არქიტექტორების, ურბანისტების, სპეციალისტების და სწორედ თბილისელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია. რიყის დოქების დემონტაჟს თავად კომპანია შეპესე რიყე დომი განახორციელებს. ქალაქის ისტორიულ ნაწილში კი ძალიან მალე სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.